საღამომშვიდობისა. პროგრამა ინფორმატორი და ლაილა ამ ერთი კვირის მანძილზე შოუ ბიზნესში მომხდარ ყველა სიახლეებს გაგაცნობთ. სტეფანემ სიმღერაზე მარი ვიდეო გადაიღო. ამ ვიდეოკლიპს საკმაოდ გულისამაჩუყებელი სიუჟეტი აქვს და ამ შეგრძნებას ის პატარა გმირიც ამძაფრებს, რომელიც კლიპში დიდი მსახიობივით თამაშობს. ახლა სწორედ ამ პატარა გმირთან გთავაზობთ ინტერვიუს. მინდა ყველაფერი თავიდან დავიწყო და არაფერი არ გამოგრჩეს. უპირველეს ყოვლისა, ეს საჩუქარი გამიკეთა მაესტრომ და ძალიან დიდი მადლობა თქვენ ასეთი საჩუქრისთვის. რაც შეეხება კლიპს, კლიპის რეჟისორი გახლავთ ნიკა ლომიძე, ოპერატორი მირიანი, დირექტორი ამ კლიპის არის ბაჩო კიკაბიძე. ანუ მოკლედ მთელი მაესტროს შემოქმედებითი ჯგუფი და კლიპის პროდიუსერი არის მამუკა ღლონდი. ასევე პატარა გოგონა თამაშობს ამ კლიპში არაჩვეულებრივი მსახიობი, ძალიან კარგი მომავლით სოფო ღლონდი. ძალიან დიდი მადლობა მას. და რა ვიცი, ძალიან დიდი მადლობა ყველას და დიდი მადლობა ღმერთს რომ გვეღირსა ეს კლიპი, იმიტომ რომ მართლა ძალიან დიდ ხანს ვიღებდით, ზუსტად 1 წელი ან მეტი შეგვიძლია. პირველად მივიღე ამ კლიპში მონაწილეობა. ერთხელ მივიღე 3-4 წელს რო ვიყავი ჯადოსნახა. რაც შეეხება გადაღებებს, საკმაოდ საინტერესო ისტორიები ამ გადაღებებთან დაკავშირებით. ანუ პირველ დღეს გადავიღეთ ბასეინში, სადაც იყო ოდნავ თბილი წყალი, ეს იყო ზამთარი, შარშანდელი ზამთარი. ხო, შემდეგი გადაღება იყო ერთ-ერთი ახლობლის სახლში, რომელსაც გამთბობი საშუალება გაუფუჭდა და მე აი 80 კილო გირები მეკიდა რკინის ზედ და ვიყავი წყლის ქვეშ, მას უთქემდნენ აი ბალონებით და იყო სრულიად ცივი წყალი, სადაც მიკროინფარქტი კი ნაღამ დამემართა, ისეთი სიცივე იყო წყლის ქვეშ და მე თვითონაც გაოგნებული ვარ როგორ ვითამაშე მანდ და მესამე გადაღება იყო ასევე კერძო სახლში, ვანაში, სადაც დაემთხვა რომ არ იყო არც შუქი, არც გაზი იმ პერიოდში და ზამთრის სიცივეებში სრულიად ცივ წყალში ვარ მანდ მაგ კლიპში. ამიტომ თვითონ გადაღებები კარგად არ მახსენდება იმ მხრივ რომ სულ ვიყავი გაყინული და ბოლო გადაღებაზე ნუ ისე გავცივდი რომ 10 დღე ვერ ვინძრევდი საერთოდ. ამიტომ მე ძირითადად რატომღაც რეჟისორები ესე იმას მიშვებიან ხოლმე მწირავენ თუ არ ვიცი რა საკეთებენ, ხან კლდეზე მაყენებენ და ხან ცივ წყალში მახჩობენ. ჩემი დაც მიიღებს ხოლმე ვიდეო კამერა აქვს და ისიც მიიღებს ყოველთვის და უფრო ვიცოდი როგორ უნდა გამიკეთებინა, იმიტომ რომ ჩემი და კინოებს იღებს და მე მონაწილეობ სულ იმ კინოებში. სხვადასხვა კადრები იყო, მარტო ერთხელ გავაკეთე ის, რაც მითხრა. თვითონ სიმღერა არის შექმნილი უკვე საკმაოდ ისეთი ცნობილი ისტორია აქვს ამ სიმღერას, ბავშვი რომელსაც ქვია მარი. ძალიან მომეწონა თვითონაც ეს კლიპი და ძალიან მოხარული ვარ რომ ჩავწერე ამ კლიპში. მიყვარს ისედაც სტეფანე და ჩემ კლასში ყველას ყვარს ისედაც და ყველას მოსწონს სტეფანე.
აჭარა მიუზიკლში განუმეორებელი ფოლკოტეკა მოაწყო საქართველოს ნაციონალურმა ბალეტმა. ეს გახლავთ რიგით მესამე ასაფართი, რომელიც წინა ორისგან გაცილებით უფრო განახლებული იყო. როგორც ნინო ხუციშვილმა გვითხრა, ეს არის თანამედროვეობაში გადმოტანილი ფოლკლორი, ისე რომ არ ირღვევა ნაციონალური ელემენტი. მოდით ახლა ვნახოთ სიუჟეტი. ორკესტრი მუშაობს და ამით არის ხაზგასმული, რომ ქართული საცეკვაო მუსიკა ნელ-ნელა უტოლდება ქართულ საცეკვაო მოძრაობას. ადრე ცოტა განსხვავება იყო, ძალიან სწრაფად განვითარდა ქორეოგრაფია და სწრაფი ევოლუცია განიცადა და საცეკვაო მუსიკა ცოტა ჩამორჩა. ამას ბევრი სხვადასხვა პრობლემები ჰქონდა, იმიტომ რომ მრავალხმოვანმა გენიალურმა ქართულმა სიმღერამ, ამ კულტურამ, რაც საუკუნეებიდან მოგდგამს ქართულ ერს, ცოტა დაჯაბნა საცეკვაო მუსიკა, ეს ბუნებრივიც არის. ეს ანსამბლი ფაქტიურად შეიქმნა მოდერნიზმის და ხალხურობის ზღვარზე. და იმდენად თვითონ იყვნენ რევოლუციონერები თავისი ბუნებით და მათ მიერ შექმნილი დღეს კლასიკად არის აღიარებული, რომ ძალიან მოეწონებოდათ ეს სიახლეები, რომ თვითონ იყვნენ სიახლეების მაძიებლები. რაც ეკადრება სუხიშვილის აკადემიურ ნაციონალურ ბალეტს, ის ვაჩვენეთ დღეს და მაყურებლის ემოცია, მაყურებლის ეს მუხტი, რომელიც ჩვენამდე მოდიოდა და რაც გვაძლებინებდა იმისთვის, რომ ბოლომდე მაღალ დონეზე ჩაგვეტარებინა ის, რაც ჩვენ დღეს გეგმაში ქონდა, იდეაში, მე მგონი ეს გავაკეთეთ. კარგი გამოვიდა ეს საკლუბო ვერსია ქართული. საერთოდ კარგია რომ აი დისკოთეკაზე და უბრალოდ ისეთი დავნერგოთ ეს ჩვენი ქართული მუსიკა, ქართული რიტმები, რომელიც მე მგონი ძალიან უხდება. 17 აპრილს თბილისში ჯგუფი A-Studio ჩამოვა და აჭარა მიუზიკლში გრანდიოზულ კონცერტს გამართავს. ინფორმატორი ამ ჯგუფზე ამ მომწურავ ინფორმაციას გთავაზობთ. A-Studio 1987 წელს ქალაქ ალმა-ატაში ჩამოყალიბდა. A-Studio-s წევრები ჯგუფის ჩამოყალიბებამდე აკომპანირებულ კოლექტივ არაიში უკრავდნენ. პირველი დისკი 1988 წელს ჯგუფმა ალმატას სახელწოდებით გამოუშვა. მელოდიას ფირმაში ჩაწერილ ალბომს კი გზა შეუჩერებლივ ერქვა. დაახლოებით ამ პერიოდში ჯგუფმა სიმღერა ჯულია ჩაწერა, რომელიც შემთხვევით მოისმინა ალა პუგაჩოვამ. რუსული პოპ სცენის დედოფალი ალმა-ატელი ბიჭებით დაინტერესდა და პოპულარობის კარით სწორედ მაშინ გაიხსნა მათ წინ. 2000 წელს ჯგუფი ვოკალისტმა და საქსაფონისტმა ბატირხან შუკენოვმა დატოვა. მის ადგილას კი მოვიდა ნიჭიერი და ეფექტური ქალბატონი პოლინა გრიფისი. ჯგუფში მისვლამდე პოლინა 10 წლის განმავლობაში ნიუ-იორკში ცხოვრობდა. A-Studio უკვე რიგით მე-6-ეთ ჩამოდის საქართველოში, ოღონდ ჩამოდის განახლებული შემადგენლობით, ანუ სოლისტი ამჯერად ქალია, ის ცნობილია უკვე ჩვენთვის ქართველებისთვის, ისინი იყვნენ დახურული მოწვევა ჰქონდათ მათ თბილისში ამ ერთი თვის წინ და იმხელა აჟიოტაჟი გამოიწვია მათმა ჩამოსვლამ საქართველოში, რომ გადავწყვიტა, რომ ჩამოგვეყვანა და მიგვეცა კონცერტი აჭარა მიუზიკლში. Скорой встречи с вами опять. Спасибо.
სინათლის ხელოვნების გალერეაში 8-დან 11 აპრილამდე Russian Fashion Week ჩატარდება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ DST-ის ქვეყნების დიზაინერები. წარმოდგენილი იქნება 30-მდე შემოდგომა ზამთრის კოლექცია. აგრეთვე მონაწილეობას მიიღებენ ბალტიისპირეთის ქვეყნები, ბელგია და ესპანეთი. თქვენ ცდებით თუ ფიქრობთ, რომ ჩვენებები მხოლოდ მოდის სახელგანთქმულ ქალაქებში ტარდება. ჩვენ მალე დავეწევით მათ. შეიძლება ეს ვიღაცისთვის ფანტასტიკაა, მაგრამ არა ჩვენთვის. აცხადებს Artefacts-ის სააგენტო.